კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო სალუქაძე ვარ. 4 ოქტომბრის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ძებნილი პირის დაკავების ფაქტს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში სუსის ეფექტიან მუშაობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ სამართალდამცავი უწყობების ძალისხმევის შედეგად ქვეყანამ უმძიმესი პროვოკაცია იცილა თავიდან. სახელმწიფო პარტიაში გარე ძალების ინტერესებზეც მიუთითებენ. მათი თქმით, ხელისუფლების დამხობის მიზნით ქვეყნის გარედან სოლიდური თანხები ხარჯებოდა. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს სომხეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში 4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცელსასროლი იარაღის საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა შენახვისთვის ბრალდებული ძებნილი პირი დააკავა. პოსტების ინფორმაციით დაკავებული პირი ბექა ჭულუხაძეა. პირდაპირ გამოდიოდნენ და საუბრობდნენ იმაზე, რომ ემზადებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებისთვის, რევოლუციისთვის და 4 ოქტომბერს უკვე დაიწყეს ამის აღსრულებაში მოყვანა, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს, გაატარეს პრევენციული ღონისძიებები. ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, იმიტომ რომ წარმოუდგენელი შეუძლებელია ამ გარე ძალების ჩართულობით ყოველთვის იყოს მცდელობა მთელი ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალების, პოლარიზაციის გაღრმავების, ხალხის დაპირისპირების, რევოლუციის მოწყობის. ეს ყველაფერი არის გარედან თავსმოხვეული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ძალისხმევით იქნა დაკავებული კიდევ ერთი ეჭმიტანილი პირი, ვისგანაც გამომდინარეობდა საფრთხე, როგორც ამას საგამოძიებო ორგანო ადგენს. ჩვენ კარგად დავინახეთ, ვიხილეთ ის, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა, როგორ მოაწყეს შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, როგორ უნდათ ხელისუფლება გადატრიალება მოეწყოთ და ამაში ისინი აქტიურად გამოიყენებდნენ ცელსასროლ იარაღსაც სავარაუდოდ, თუ კი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით ძალადობრივი ქმედებების პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივით გამართლება ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, ხოლო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითი იყო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განაჩენმა დაადასტურა, რომ საქმე ეხება არაერთ კონკრეტულ აქტს, არამედ იდეოლოგიურ ჯგუფს. მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა კი ბოლშევიკური მიდგომა, სადაც დასახული მიზნის მისაღწევად ყოველგვარი ძალადობა დასშვებულია. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ისინი, ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას სამართლიანი მიზნებით ამართლებენ, ხვალ იმავე ფორმულით ადამიანის მკვლელობასაც გაამართლებენ. ალბათ შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს. გუშინდელი დღიდან ვკითხულობთ და ვისმენთ ელისაშვილის ქმედების პოლიტიკური მოტივების შესახებ შეფასებებს, რომლებიც სინამდვილეში პირდაპირ ასაბუთებს, რატომ გვაქვს საქმე სწორედ ტერორიზმთან. როდესაც ვლაპარაკობთ ტერორიზმზე, უნდა გვესმოდეს, რომ ტერორისტები უმოტივაციო მანიაკები არ არიან. თითოეული მათგანი ცდილობს საკუთარ დანაშაულს კეთილშობილური გამართლება მოუძებნოს. ეს ხან თავისუფლებისთვის ბრძოლა, ხან სამართლიანობისთვის, ხან რა და ხან რა. ამიტომაც იყო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითი. თითქოს ის უსამართლობას, ჩაგვრას და დამპყრობელს ებრძოდა. თუმცა დანაშაულს მისი ჩამდენის მიერ გაცხადებული მიზანი ვერ გაამართლებს. პირიქით, ძალადობრივი ქმედების პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივით გამართლება ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი გარემოება გახდა ნათელი. საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტერორისტულ აქტთან არ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ ტერორისტული აზროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სიტყვით ვითომ საბჭოთა წარსულს ებრძვიან, საქმით კი ბოლშევიკური ტერორის მთავარი მორალური ფორმულის მიზანი ამართლებს საშუალებას ერთგულ მიმდევრებად ჩამოყალიბდნენ. ამ წერტილამდე ისინი ლოგიკურად და თანმიმდევრულად მივიდნენ. ფაქტობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ თვალწინ მოხდა ბოროტების ევოლუცია. ჯერ გაამართლეს სიტყვიერი ძალადობა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. შემდეგ გაამართლეს ფიზიკური ძალადობა და ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა. მერე გაამართლეს პარლამენტის გადაწვა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი, ან სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციური ინსტიტუტების ხელყოფა.
ახლა კი უკვე ტერორიზმს, კაცობრიობის ამ ცალსახა ბოროტებას უძებნიან პოლიტიკურ და მორალურ გამართლებას. როდესაც ადამიანი ძალადობის თითოეულ მომდევნო საფეხურს ამართლებს, მორალურად დასაშვებობის ზღვარი სულ უფრო მკრთალდება. ამიტომ საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას სამართლიანი მიზნებით ამართლებს, ხვალ იმავე ფორმულით ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს. მით უმეტეს, რომ ამავე პოლიტიკური წრის წარმომადგენლებისგან ოპონენტების გარდაცვალების გამო საჯარო სიხარულიც არაერთხელ გვინახავს. ასე რომ ზოგი ნებით, ზოგი უნებლიეთ, ზოგი ცნობიერად და ზოგიც გაუცნობიერებლად მთელი ეს კოჰორტა ჩამოყალიბდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ მტრულ მეხუთე კოლონად, რომელსაც რადიკალიზმისთვის, ექსტრემიზმისთვის და ახლა უკვე ტერორიზმისთვის გარედან ანთებული მწვანე შუქი ეგულება. ალეკო ელისაშვილისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები პოლიტიკურად მოტივირებულს და უსამართლოს უწოდებენ. დუმილს ინარჩუნებს ალდე, რომლის წევრი ლელოა. ლიბერალების და დემოკრატების ალიანსის არც ერთ წევრს ამ დრომდე ელისაშვილის ტერორიზმის მცდელობის ფაქტი არ დაუგმია. ალდეს დუმილი არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესები გარედან იმართება, ხოლო ძალადობრივი ქმედებების ავტორები და შემოქმედები უცხოელი აქტორებისგან კრიტიკის ნაცვლად ახალისებას და მხარდაჭერას იღებენ. მე არ ვიცი რა განცხადებებს გააკეთებენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მეგობრები, მათ შორის ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა, მაგრამ რაც ზედაპირზე ჩანს და რაც მგონია რომ საზოგადოება ძალიან კარგად დაინახა, ხო, არსებულ სამართლებრივ კვალიფიკაციას და სასჯელის ზონას რეალობასთან კავშირი არ აქვს და ვერ იქნება. რაც შეეხება ალდეს, მე იმის ილუზია არ მაქვს ნამდვილად, რომ ისინი ვიღაცებს გაემიჯნებიან, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ლელოს, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენ რასაც ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ხო, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ როდესაც საუბრობთ გარე ძალებზე, რა თქმა უნდა, ეს პროცესები გარედან იმართება. გარედან აძლევენ დავალებებს, ყავთ თავიანთი პატრონები და ხა ისინი ამ ყველაფერს არ და ვერ გაემიჯნებიან, პირიქით შეიძლება წაახალისონ კიდეც, როგორც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ხედავდით კონკრეტულ ძალადობის ფაქტებს, როგორ ახალისებდნენ, პირიქით ხელშეწყობა ხდებოდა, დაფინანსება ხდებოდა ძალადობრივი ჯგუფების, დაფინანსება ხდებოდა ექსტრემისტული ორგანიზაციების. აი ეს მოცემულობაა დღეს და ნუ გვექნება სხვა ილუზია, რომ განსხვავებულად იმოქმედებენ, ან დღეს თურმე ეს ლელო არასწორად იქცევა ქვეყნის შიგნით და მას გააკრიტიკებენ. ეს ასე არ იქნება. პირიქით ყველაფერს გააკეთებენ, კიდევ უფრო გააძლიერებენ ქვეყანაში ზეწოლას, გააძლიერებენ ამ ექსტრემისტული და ძალადობრივი დაჯგუფებების ახალისებას. ეს არის სამწუხარო მოცემულობა. წარმოუდგენელ პოლიტიკურ მოცემულობას ვაკვირდებით. ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას, რომელიც აშკარად და თვალხილულად იქნა მთელი საზოგადოების მიერ ნანახი, რაც ჩაიდინა ალეკო ელისაშვილმა. ეს არის ტიპური ტერორისტული აქტი, რომელიც სახელმწიფოს სასამართლოს წინააღმდეგ იყო მიმართული და მეორე მხრივ ჩვენ განაჩენი, რომელიც სრულიად სამართლიანად დადგა ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობისთვის, ხედავთ ამ ქმედების გამართლების მცდელობას და ამაში ჩვენ ეს უკვე აღარც გვიკვირს, რადგანაც ჩვენ აგენტურის და მათი დავალების მიმცემების მხრიდან დღენიადაკ მუდმივად ხედავთ ძალადობის გამართლების მცდელობას, მეცაც გეტყვით, ნეპალიზაციაც კი იყო მისაღები ამ ძალებისთვის, თუ კი ასეთი რამ საქართველოში მოხდებოდა, ადამიანების ხოცვა, ტერორისტული აქტის ჩადენა, რადიკალიზმის გაღვივება, საზოგადოებაში იმ ქაოსის დათესვა, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლებაში მეხუთე კოლონას მოიყვანდა. ჩემთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც ალეკო ელისაშვილი აღიარებს ბრალს, შეიძლება არ არქმევს ამას ტერორიზმის სახელს, მაგრამ ის პირდაპირ ამბობს, რომ თვითონ იყო ბენზინით ხელში შესული სასამართლოს შენობაში და ცდილობდა სასამართლოს შენობის დაწვას. გაუგებარია, რატომ ცდილობენ ოპოზიციის წარმომადგენლები მის გამართლებას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში ფრანკოფონის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლო სამხარაძე საერთაშორისო პლატფორმას ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად იყენებენ. პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტში გამოსვლისას ქართულმა მხარემ პარტნიორებს ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები გააცნო. ყურადღება გამახვილდა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოში მოპოვებულ სამართლებრივ გამარჯვებებზე. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა გეოგრაფიულად დაშორებულ ქვეყნებთან კავშირისთვის, რაც გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერას გაზრდის. ჩემთვის დიდი პატივია სიტყვით გამოსვლა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 51-ე სესიაზე, რომელიც კამერუნის რესპუბლიკის დედაქალაქ იაუნდეში იმართება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სახელით მსურს მადლიერება გამოვხატო ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეისა და კამერუნის რესპუბლიკის პარლამენტის მიმართ ამ მნიშვნელოვანი ფორუმის მასპინძლობისა და განსაკუთრებულად თბილი მიღებისთვის. საქართველო მტკიცედ არის ერთგული მულტილატერალიზმის და სახელმწიფოთა სუვერენიტეტის პატივისცემის მიმართ. ეს ორი განუყოფელი საყრდენია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს პრინციპები მხოლოდ თეორიული ცნებები არ არის. ისინი ყოველდღიური რეალობაა იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც ირღვევა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები არიან განთავსებული. ძვირფასო კოლეგებო, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავაც რუსეთის ფედერაციის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც ხასიათდება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებითა და საერთაშორისო სამართლის არაერთი უხეში დარღვევით. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეჟიმები ქართველ ბავშვებს ართმევენ უფლებას განათლება მიიღონ მშობლიურ ენაზე. ამახინჯებენ ქართულ რელიგიურ და კულტურულ მემკვიდრეობას და სისტემურად მიმართავენ გატაცებებს, თვითნებურ დაკავებებს, წამების აქტებს და რიგ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 300,000 ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთ კანონიერ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებას, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 7.5%-ს შეადგენს. ამჟამად საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო არაერთი სერიოზული გამოწვევა, მათ შორის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ვაკუუმი. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენ მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვებები როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. სამართლებრივი ზომების გარდა ჩვენ ვახორციელებთ ფართომასშტაბიან დიპლომატიურ და პოლიტიკურ ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო კოორდინაციით. ყოველწლიურად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს წარადგენს რეზოლუციას სახელწოდებით აფხაზეთიდან საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან სამხრეთ ოსეთიდან საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, რომელიც ფართოდ არის ცნობილი როგორც დევნილთა რეზოლუცია. ბოლო 3 წლის განმავლობაში აღნიშნულმა რეზოლუციამ ყოველჯერზე 100-ზე მეტი მხარდამჭერი ხმა მიიღო, ხოლო წინააღმდეგ მისცა ხმა მხოლოდ 8 სახელმწიფომ 2026 წელს, რაც ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. საყურადღებოა ასევე ის ტენდენცია, რომ არსებობს არაერთი სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას, თუმცა ან თავს იკავებს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან, ან მის წინააღმდეგ აძლევს ხმას. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ამ სახელმწიფოებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს რეზოლუცია არ წარმოადგენს მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ ვიწრო პოლიტიკურ დაპირისპირებას. იგი მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და ამიტომ მოვუწოდებთ ამ სახელმწიფოებს, რომლებიც ამ დრომდე არ უჭერენ მხარს აღნიშნულ რეზოლუციას, გადახედონ საკუთარ პოზიციას და მხარი დაუჭირონ მას. ასეთი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პოზიტიური პრეცედენტი იქნება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების საქმეში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სულ უფრო აშკარად იკვეთება მისი თანდათანობითი ეროზიისა და შესუსტების საფრთხე. ჩვენ გვჯერა, რომ მულტილატერალიზმის სანდოობა დამოკიდებულია მის უნარზე, უზრუნველყოს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, დაიცვას მათი ტერიტორიული მთლიანობა და აღკვეთოს ძალის გამოყენების ან საზღვრების უკანონო გზით შეცვლის ნებისმიერი მცდელობა. ამ სულისკვეთებით საქართველო სრულად რჩება ერთგული ეფექტიანი, ინკლუზიური და სამართალზე დაფუძნებული მულტილატერალიზმის მიმართ და მოუწოდებს აქ წარმოდგენილ ყველა სახელმწიფოს კიდევ უფრო განამტკიცონ თავიანთი ერთგულება ამ ფუნდამენტური პრინციპებისადმი. განსაკუთრებული აქცენტი იყო გაკეთებული გაეროში საქართველოს მიერ ყოველწლიურად შეტანილ რეზოლუციაზე. ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ აქ ფრანკოფონიის ასამბლეაში წარმოდგენილი არიან ის ქვეყნები, რომლებიც ხშირად თავს იკავებენ ხოლმე რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან. ამიტომ აქ იყო გაისმა მოწოდება ამ ქვეყნების მიმართ, რომ მათ მომავალში მხარი დაუჭირონ ჩვენს რეზოლუციას. ქონდა საუბარი ასევე იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ გადადგა სუვერენიტეტის გამტკიცების გზაზე და ასევე ეკონომიკური პროგრესი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს.
ამ პლატფორმას საქართველოს პარლამენტი იღებს არაღიარების პოლიტიკის დასაძლიერებლად. საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი პარიზში იუნესკოს სათავო ოფისში გამართულ განათლების ტრანსფორმაციის სამიტში მონაწილეობს. მინისტრმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებზე მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა. მსოფლიოს 40 ქვეყნის განათლების მინისტრისა და სფეროს ლიდერების მონაწილეობით გამართული სამიტის მიზანი ხარისხიანი განათლების მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის დაჩქარებაა. პარიზში ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა იუნესკოს გენერალურ დირექტორ ხალედ ელ ენანისთან და ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, სადაც სამომავლო პარტნიორობის გეგმები განიხილა. Ქონდა შესაძლებლობა სიტყვით გამოსულიყავი და დამსწრე საზოგადოებისთვის გამეცნო მიმდინარეობა და შედეგები უკვე პირველად იმ რეფორმებისა, რომელიც უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით ხორციელდება საქართველოში. ასევე განვიხილეთ ის სიახლეები, მათ შორის მასწავლებელთა კარიერული განვითარების ახალი სქემა, რომელიც საქართველოში დაინერგა და განხორციელების სტადიაზეა. იუნესკოსთვის საქართველო არის სანდო პარტნიორი და ეს გამოიხატება არაერთ ერთობლივ პროექტში. ამიტომ იუნესკოსთან ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება, კიდევ უფრო ფართოვდება. ისაუბრეს მიმდინარე გამოწვევებზე განათლებისა, რომელიც არის დღეს მომავალი ახალგაზრდობის და მინისტრი ასევე დაესწრო ღონისძიების ოფიციალურ გახსნას, სადაც ოფიციალურად იყო გამოცხადებული, რომ განათლება ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დღევანდელი მსოფლიოსი. სამგორის რაიონს კერძოდ ორხევის დასახლებას 2600 კვადრატული მეტრი ფართობის ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება. პროექტის დასკვნით ეტაპს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო. ახალი სკვერი თენგის შანტლაძის ჩიხის მიმდებარედ უკანონო შემოღობებისა და მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი წყლის რეზერვუარის დემონტაჟის შემდეგ მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი ზონები, ასევე პავილიონი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე განათების სარწყავი სისტემების მონტაჟი და გამწვანების სამუშაოები. პროექტის განსახორციელებლად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 628,900 ლარი გამოიყო. ბავშვებისთვის კეთდება ატრაქციონები, სავარჯიშოები, მოსასვენებელი ფანჩატური იქნება ყველანაირად გამწვანებული თავისი სარწყავი სისტემებით, განათებული. აქ გვერდით არის საცხოვრებელი კორპუსი, მოეწყობა ასევე საპარკინგო სივრცე. კატაკომბები იყო, ძალიან საშინელი იყო, ადგილობრივების საფრთხის წარმოადგენდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდა ამ ტერიტორიის გასუფთავება და 2600 კვადრატზე ეწყობა სკვერი. საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა. აღაჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი პროგრამის ფარგლებში სერვის იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი მიაწვდის. ინიციატივა მიზნად ისახავს დღენეკული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო მკურნალობას და მათ ოპტიმალურ ზრდა განვითარებას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. ბავშვთა ავადობა და დემოგრაფიული პრობლემების საკმაოდ დიდი გამოწვევაა დღევანდელი ჯანდაცვის სექტორისათვის. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით და ძუძუთი კვების ხელშეწყობის მიზნით ბუნებრივი საკვები, როგორც დედის რძე, ეს იქნება უნიკალური წინაპირობა შემდგომი ჯანმრთელი მომავლისათვის. ეს სრულიად განსხვავებული მოვლენაა, არა მარტო ბათუმისთვის, არა მარტო ამ კლინიკის მასშტაბით, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმიტომ რომ დღევანდელი დღიდან საქართველოს მსოფლიო რუკაზე განსაკუთრებულად არის მონიშნული. სულ 60 ქვეყანაშია დედის რძის ბანკი და საქართველოს გახდა 71 ქვეყანა. დედის რძის ბანკი, რომელიც ხელს შეუწყობს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფას რეგიონში და განსაკუთრებით მიმართული იქნება იმ ბავშვების, იმ ახალშობილების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, რომლებიც არიან მაღალი რისკის ქვეშ. დღის მთავარი სიახლეების შესახებ უფრო ცლად მოგიყვებით მთავარ გამოშვებაში 7 საათზე დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.